კახ-ირანელთა მოლაპარაკება ორ კვალად მიმდინარეობდა. ერთი დღისით მცირე სასახლის დარბაზში, მეორე ღამით ციხედილეგის ფარულ საკანში. იასონ ჭავჭავაძე და ჯიმშედხანი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ხატოვან სიტყვაობაში და თავაზში, თან კახეთ-ირანის ურთიერთობას, ახალი ფალავნის რუსეთის გამოჩენის თვალსაზრისით იხილავდნენ და ირან-თურქეთის ომის განახლების მოლოდინს უფარდებდნენ. იგივე საკითხები და თვალსაზრისები უფრო ნაღდად და ყოველ ხატოვნების გარეშე ირჩეოდა ფარულ საკანში ჯანდიერსა და ხოჯა მაჰმადს შორის. ალექსანდრე ყველგან იყო და არსად ჩანდა. მეფე ჩქარობდა თიდანაც და ბარიდანაც ომის ქარმა ძალუმად დაბერა. საჭირო იყო სასწრაფო ზომები და სამზადისი. ღამის ელჩმა ხოჯა მაჰმადმა დაღის იარის მოსარჩენად ულვაშასაგან ოქროს მალამოც მიიღო და თურმანაულიც. შაჰის მარცხენა თვალობასთან ერთად მან ახლა კახის მარჯვენა თვალობაც იკისრა. რაც იცოდა ისიც მთლიანად აღიარა. ბელქან-თუშის ცნობა დადასტურდა. განჯაში შაჰის სპა ამოსულიყო. ახალსაც მოელოდნენ. ალაზანგრემზე ლაშქრობა კახეთში წასულ ელჩობას უნდა გადაეწყვიტა. თუ ნებით არ დაჰყვებოდნენ კახნი ძალით შემომტკიცება გარდულა დაედო აბას. ალექსანდრე მეფემ ახლა ზედმიწევნით იცოდა მისი ზრახვები. ირან-კახნი ომის აცილების ზუსტი ბიჯნაც მძევლის მიცემა და თურქთა წინააღმდეგ თანამდგომობა იყო. მაშინ რუსეთთან კახთა, ასე ვთქვათ, შუამავლობასაც ენა მოწეწკილ კმაყოფილებით მიიღებდა შაჰი. ჯიმშედხანი კი მართალია ტკბილ შაქრულად და ენაწყლიანად, მაგრამ გაცილებით მეტს მოითხოვდა. თუმცა ალექსანდრე მეფემ ეგრეთ წოდებული ღამის ელჩის წყალობით ძალიან მალე თავის კალაპოტში ჩააგდო, ასე ვთქვათ, დღის დესპანი, მაგრამ საქმე უსაშველოდ იწურებოდა. თიდან ელიმ შამხალისგან კვლავ მოვიდა საიდუმლო მაცნე. მთელ დაღესტანში ხმა გავარდნილიყო კახ-რუსთა თანადგომის და ერთად მებრძოლებისა მთის წინააღმდეგ. თავის მხრივ შამხალი და დარუბანდ შემახის ფაშები კახთა წინააღმდეგ დიდი ლაშქრობის სამზადის შესდგომოდნენ. ქორწილის დაჩქარებასაც ითხოვდა ელიმ შამხალი. ალექსანდრემ კარგად იცოდა, რომ ეს მოთხოვნა ელიმის გაშამხლების დაჩქარებას უფრო გულისხმობდა, ვიდრე ერეკლე სალიხას შეერთებას. მას ერთხელ კიდევ თვალწინ წარმოუდგა თავისი პირმშოს ნაღვლიანის სახე. მაგრამ განაუფრო მძიმედ მეორე ვაჟის, სულ უმცროსის. ბედს საკითხავი არ ედგა ამჟამად. ამის შესახებ ფიქრიც უჭირდა, მაგრამ უფიქრელობაც აღარ იქნებოდა. კონსტანტინეს ბედი გადაწყვეტილი იყო. მას ახლა ვერც რუსთ მფარველობა უშველიდა და ვერც ალექსანდრეს მორიგი ფანდი. რუსთ ელჩების მიბრუნებ-მობრუნებას 2 წლის გზა მაინც დასჭირდებოდა. განჯაში კი, ასე ვთქვათ, საპატიო ამალად მოსული დიდი ლაშქარი ერთ-ერთ ბატონიშვილს მოელოდა, სხვა ძირითადი მიღწეული იყო. შაჰ-აბასი ურიგდებოდა რუს-კახთა, ასე ვთქვათ, დროებით მფარველ ურთიერთობას და სიამით იღებდა თურქთა წინააღმდეგ თანადგომას.
შამხალ დაღესტანთან შესაძლებელ ბრძოლაშიაც ირანი ყუჩობას და ზურგის მობმას, ასე ვთქვათ, პირდებოდა. განაცოტანი ყოფილა ამ მძევლობაში? დაბრუნებულან ტახტიც მიუღიათ, რუსთა საშუალებით უკან გამოვითხოვ, ან მოსკოვს წავაყვანინებ მფარველს. ოღონდ მაცალეთ, შემოუბრუნდე. სული მოვითქვა, ჩემი შვილიცა, განამე ნაკლებ მიყვარს. გულჩაწყვეტილად ანუგეშებდა, არწმუნებდა ალექსანდრე ძლივს გონზე მოსულ მარიამ დედოფალს. ირგვლივ შინაქალები ფუსფუსებდნენ, ზმრითა და ნიშადურით უზელდნენ საფეთქლებსა და ნესტოებს. მოსვი, მარიამ, ჩემო. ალექსანდრე თავად ასმევდა წყალს. ნურც თავს იკლავ, ნურც მე მაკვლევინებ თავს და გულს. კოსტალას არაფერი უჭირს. შაჰინ-შაჰის კარზე იქნება. უმცროს ძმად მიიღებს. ფუფუნებაში და ოქროხვავში გაიზრდება. უკვე მოჩიტდა. უდედმამობას მთაში მიეჩვია და არ დაიჩაგრება. ანუგეშებდა და თავადაც ნუგეშობდა მამა და უეცრად გულზე უკბინა ფიქრმა. ჩვენ ვიკითხოთ, ჩვენ, თორემ წამოვარდა. შეშფოთებული ავფიქრი მოისხლიტა და ისევ დედოფალს მიუბრუნდა. მარიამი უკვე გონზე მოსულიყო და ჩუმად გულჩათხრობილად ქვითინებდა. ახლა ჩემი თხოვნა. ბავშვს ცრემლს ნუ დაანახვებ. რას იფიქრებს? თან დაარიგე. ხომ გესმის? ალექსანდრემ გადიებ მესაწოლენი დაითხოვა. სულ ახლო მიუჯდა თავისი დარდისა და გვირგვინის მეუღლეს. შეჭაღარავებულ დალალზე ხელი გადაუსვა და უფრო დაუწია კილოს. რჯული დანამუსი შეინახოს. ჩვენსა და მამულის სიყვარულს გულიდან ნუ მოიშორებს. მე ვერც ვეტყვი. თავად უშვებ და რა უნდა მოვთხოვო? რა პირით? და მე ჯერ ჩვილია, რომ მამისა გაიგოს. დედისას უფრო იგრძნობს, უფრო დაიმახსოვრებს. შენ გაუმხილე კოსტალას ისპაჰანს წასვლა. აი ისე, ჩვილ ბალღებს მწარე წამალს ტკბილად რომ ასმევდი ხოლმე. ახლა ეს მწარეც როგორმე მოუშაქრე. არ შეშინდეს. არც გაბოროტდეს. ნაჭდევი არ დარჩეს გულზე, ნაჭდევი. და ალექსანდრემ ისე მიიფარა გულის არეზე ხელი, თითქოს თავისი ნაჭდების დაფარვა სურდა. მე კი ვეცდები. არ ჩავტოვებ იქ. ფიცი მithქვამს. დედოფალი უძრავად იწვა. თვალებზე ხელი დაედო. ქვითინით სადღაც უხმოგულის კუნჭულში გადაეტანა, მაგრამ ვერც კი ჩაეკლა. ამ დღეს გაუფრთხოდა დღიდან პირმშოს ყოლისა და ეს აუცდენელი გარდოვალი დღეც დადგა. მაინც დადგა. კოსტალას გაფიცებ. ეს მაინც მითხარ რაღა იგი აირჩიე. ძლივს გააბა სიტყვა ხმა მომშდარმა დედამ. მე უფრო შეკრთა. არა. მე კი არც ერთი არ მემეტება, მაგრამ რაღა იგი. კოსტალას გაფიცებ. ამ არჩევანის მოგონებამ მრავალ მხრივ შეადრწუნა ალექსანდრე, მაგრამ ტკივილით გამახვილებულ გულის ყურს მაინც არ გამოპარვია. ერთი იქნებს სულ უბრალო გარემოება.
აქამდე მარიამ დედოფალი მას, მხოლოდ მას, ალექსანდრეს იფიცებდა, დღეიდან კი კოსტალათი შეინაცვლა დარდსა ფიცარი. ჩანს, დედის გული ვერაოდეს ვერ მაპატიებს შვილის მზევლობას გაიფიქრა მან. არა უთხრას. უამბოს ნეკისა და არათითის ამბავი. სამეფოისა და მამულის გარდუვალი საჭიროება, ფანდის ფანდი, ზნეობრივი ვალდებულება ერის წინაშე. დედოფლისთვის ეს ყოველივე გასაგები და დიდი ხნის ცნობილია, მაგრამ დედის გულისათვის ყველაფერს ამას შვილის ერთი მოსიყვარულების ოდენაფასიც არ გააჩნია. ხატმა აირჩია და ალექსანდრე მოამბო ზოსიმეს ქვაბულში მომხდარი ხატის არჩევანი. სანახევრო თუ ამბო. გიორგის წილბედის სულ გამოტოვა. მაგრამ მარიამ იმ სწრაფ წამოდგა. საოცარ გამჭრიახი თუ გამქირდავი თვალებით შეხედა ქმარს და მოცელილივით გადაესვენა ლოგინზე. ალექსანდრემ მეტი ვეღარ აიტანა. ისევ დოსტაქრებსა და მესაწოლეთ უხმოდა, თავად საკუთარ საწოლში შეიკეტა. ძნობდა, რომ ხურვება ეწყებოდა. ჯერ ხელები და ხერხემალი გაუცივდა. მერმეც ხელ ცივი ოფლი დაასხა შუბლზე. კისრის ძარღვი აუთამაშდა და სმენამ დაგუბებული გუგული წამოუწყო. არა, თურმე ნამდვილად უკაკუნებენ. ისევ მარიამ დედოფალის თხოვს მობრძანებას. არა, უკეთ არისო, უკეთ. ასე არწმუნებენ მოახლენი. როდესაც ალექსანდრე შევიდა, მარიამმა თვალები გაახილა. დაღლილი, ჩამქრალი, უკვე უცრემლო თვალებით შეხედა თავის არანაკლებ გატანჯულ მეუღლეს. შუბლის ოფლზე წითლად შეწინწკლულ ხაწვებზე ხურვებისა და საწყისი შეუმჩნია. კიდევ ახალი დარდი ჩაუწვა გულში. მოახლეებმა კარი გაიხურეს. ცოლ-ქმარი ისევ მარტო დარჩა. დედოფალმა ოდნავ წამოსწია წელი. მე ყველაფერს მივხვდი. მაშ გიორგიც მერმე კიდევ დაიბნა ალექსანდრე. თურმე ამდენ ხანს ცოლთან უცხოვრია და მისი გულის ყურისა და მიხვედრის უნარისა არასცოდნია რა. მას ეგონა ხატ არჩევანის უმსგავს სომკრეხელობამ შეაძრწუნა სასოდ მორწმუნედიაცი. ერთი ცრუა, ვეღარც სიმართლე თქვა, ჩაღუნა თავი, ხურვებამაც უმატა. აი, ჩვენო ბედურთ, ქმარს ხელი ჩასჭიდა დედოფალმა. სარეცელიდანი ატაკზე ჩამოცურდა და ჩაიმუხლა. ერთად გავაჩინეთ უბედურნი. ერთად ვილოცოთ. ერთად ვემოვინანიოთ. როცა ტიროდა მარიამი, ეს უფრო ადვილი ასატანი იყო, ახლა კი აღარ ტირის და ყველაფერს იგებს ნათქვამ უთქვამს. გულთ მისნობს კიდევაც და აუგ მომავალს ვალალად ხედავს. დედის გული ყოვლის შემძლე ყოფილა. ყოვლის გამჭრედი. მომავლისა და ლოცვის იქითაც დამნახავი. მაგრამ არც ლოცვა დასცალდათ.
საწოლში კონსტანტინე ბატონიშვილი შემოიჭრა. იგი ახლახან ჩამოეყვანათ გომბორიდან. ზემოკიდებულსა და გალაღებულს მხარზე ნაჩუქარი თუთიყუში შეესვა და მის ძახილს ახლა-თავად აჯავრებდა. მამა, დახერა სიძახის. რა კარგად იძახის. ძრწო დედა გიხაროდეს მზეო და ქვეყანაო შახინ-შახისა. საოცრად მიმსგავსებული ხმით გასცინა თუთიყუშს. ალექსანდრე შეადრწუნა ხმის მიმსგავსებამ. სულ სხვამ შეადრწუნა დედოფალი. კონსტანტინეს ყვითელ ახალუხზე ცისფერი გულაჯა ეცვა. ფოთლისფერი შალვარი და წითელ ნატის მესტები. სხვებისთვის უხილავ ფერ იერში დედამ შვილს ირანულ თუთიყუშთან მსგავსება დაუნახა თუ უგრძნო. გადააგდე, გჯადო და აქ მოდი მალე, კაცრად უთხრა და პირი იბრუნა. განებევრებულ კოსტალას გაუკვირდა დედის ასეთი უჩვეულო სიმკაცრე. ტუჩი გაბუტა და გარეთ გავიდა. არ შეიძლება მისი გაშვება ირანს. ალექსანდრემ იგრძნო, რომ ეს არა დედა მეტყველებდა, არამედ დედოფალი და მის შემდეგ, რაც თავისი თანამეცხედრეს მის ნურ გამჭრია ხობაში დარწმუნდა. დიდი მნიშვნელობა მისცა ამ გაფრთხილებას. შეყოყმანდა, ისევ ყირაზე შეაყენა ძლივს დაწყობილი ფიქრი და ვარაუდი. მაშვინ, რომელი გავგზავნო? დედოფალი მოსტეხა ამ კითხვამ. დედამ აჯობა დედოფალს. ჩემთვის ერთია ყოველი შვილი. ერთსეც ვერ დავთმობ. შენთვის და მამულისთვის განჭვრეტილად სამერ მისოდიან გარიშე. მერმე სულ დადუმდა დედაც და დედოფალიც. ალექსანდრემ თვალწარბზე ხელი გადაისვა, თითქოს რაღაც აბეზარი ფიქრი მოიშორა. შეუძლებელია შეცვლა. უნდა კონსტანტინე წავიდეს. კახტბატონმა აქაც იცრუა. ერთი მოკლე სიტყვა ჯერ წინადადებიდან ამოაგდო, ენის წვერიდან მოიწყვიტა, მაგრამ თავის მეუღლეს რომ შეხედა, მიხვდა ესეც გაუგო ცოლმა. ამ დროს ისევ გაიღო კარი და სახე შეცვლილი თვალსწრემლიანი კონსტანტინე შემოვარდა. რაღამე ამირჩიეთ. რაღამე? მამამ ვეღარ შეხედა შვილს. დედა გეტყვის, შვილო, გულით უსმინე. ყველაფერს გეტყვის და აგიხსნის. დაუჯერე. ალექსანდრე გარეთ გავიდა. დერეფანში კონსტანტინეს გადია ჩაუვარდა ფეხებში. ბატონო, თქვენი ჭირები მე წამომცდა. ცრემლი ვეღარ შევიკავე. შევტირე. მე უბედურ დღეზე გაჩენილნი. თურმე ჯერ არ სცოდნია. უსმენდა ალექსანდრე გადიას გოდებას და არ ესმოდა. ბოლოს გუმანთან მიიტანა. ხო, ეგა. არაფერი. შენს გაყვები ქალო, სამზადის შეუდეგი. ალექსანდრეს მცირე დარბაზში დიდებულნი და მოხელენი დახვდნენ. მეფემ მათ კონსტანტინე ბატონიშვილის შახინ-შახის კარზე გაგზავნის დასკვნა გამოუცხადა და ყურში და ჩერქეზე კი ცალკე იხმო. თუ შუბის წვერზე ვართ, სასწორის თავშიც ჩვენ უნდა ვიდგეთ. მე ალაზნის სასწორს გულისხმობ. ჯიმშედ ხანის სახელით
ჩვენი მეშვეობით რუს პირველ ელჩს ეწვევი ზეგამს. გრემში მოიწვევ სპარსელებთან შესახვედრად, მაგრამ ჩემი სახელით ურჩევ როდიონ ბირკინს, შახინშახის დესპანი პირიქით ზეგამს იწვიოს. უფრო საფეროა, ჩვენთვისაც უმჯობესი. ისიც ვიცი ჯერ შორს დაუჭერს. მე ეწვევა. მაინც თარჯიმანობას შენ გასცევ. ზაზა ჭაბუკიც წაიყვანე. პასუხს იმას გამოატან. კარში კიდევ შემოაბრუნა ყურჩიტა. ხურვებას მაინც დაერია ხელი და გულმა ვიწყობა დაემჩნია. შამხალთან ომის სამზადის სამცნობ რუსთა. კონსტანტინეზე კი არც ერთი სიტყვა. თუ საჭირო იქნება, მე თავად ვეტყვი. ამის შემდეგ ყაფლან ვაჩნაძე და შერმაზან სარდალი იხმო. კარი შეიკეტა და მასთან ომის სამზადის გულდაგულ შეუდგა. ხურვება და ჯავრი მუშაობაში ჩაღალა და თითქოს დაასწალა კიდევაც. გვიან ღამით ნაჯირგალევ გულსა და სხეულს გაყუჩება მოსწყურდა. უზომოდაღლილსა და ჭირაღებულ ადამიანს სულის მოთქმა და თავდავიწყება მოეპრიანა. ყველაფრის მიუხედავად, ან სწორედ ამის გამო თავის მეუღლის თბილი, მუდამ ფაქიზი გულის ხმიერება, ალერსი და მყუდრო სარცელი მოეწადინა. დედოფლის სადგომში გავიდა, მაგრამ კართან გაფრთხილებული მესაწოლე დახვდა. მეფეო ბატონო, თავისი შორს მიმავალი შვილი ჩაიწვინა ლოგინში დედამ. ასე მიბრძანა, ვინც არ გვეახლოსო, არ მიიღოთო. ვინც არაო, ბატონო ჩემო, კერძოდაც. თავდახრილად ძლივს ასმინა მესაწოლემ. დიდხან სიბორია ლაკახთ ბატონმა თავის ჩაბნელებულ, გარინდებულ სასახლის დერეფნებში. თავის სასახლედ აღარ გრძნობდა მას. მისთვის იქ არსად იყო მყუდრო სამყოფელი და მოსვენება. დედაშვილი კი ერთად იწვა ლოგინში. უკვე 10 წლის იყო კოსტალა, იუხერხულა პირველად. გადასჩეოდა დედის ლოგინს. ნაბოლარამის მუდმივ სამყოფელ თბილ ადგილს. ვიდრე უმცროსი და ინესტანი ძმის და სავალალოდ არ მოაფრინეს ალაზნის ხოხბებმა თუ წეროებმა. მერმეც ჩაუძრებოდა ხოლმე ლოგინში დედას. მიეხუტებოდა მარცხენა ძუძუსთან და გაინაბებოდა. თავის სიყვარულს შეატყობდა სხვანაირად შეძგერებულ დედის გულს. უფრო ჩაეხუტებოდა, უფრო გაინაბებოდა. უკვე მძინარეს გადიყვანე ხოლმე გადიები. მერმე კი დედის უფლება თლიანად აბეზარა და მტირალა ნესტანმა დაისაკუთრა. დღეს კი ისევ რბილ ბუმბულში მარცხენა ძუძუსთან იწვა. ამან უფრო აგრძნობინა თავისი ხვედრის დიდ მნიშვნელობა. განაბული უსმენდა დედას. გრძნობდა ბალღობის ჯერ დაუვიწყარ ჩვევებსა და სურვილებს უბრუნდებოდა. ხოლო დედის ნათქვამი მომავლისაკენ ახედებდა და აფრთხილებდა. შენ ქართველი ხარ. კახ ქართველი და ქრისტიანი. ეს უნდა გახსოვდეს მუდამ და ყველგან. არაერთ გზის უმეორებდა. ძალა გამონახა. დედის ტკივილები დაითრგუნა. მიჩქმალა. არც გული უღონდებოდა, არც აზრი ერეოდა. მაინც ახლა, როდესაც აგრე სულ ახლოს, ძუძუს ძირთან. როგორ უმალ გრძნობდა თავის ბიჭუნას.
კოსტალას მთელი სხეულით გრძნობდა და ბიჭი როცა შეირხეოდა, თითქოს მუცელში იძროდა, ჯერაც არ შობილი ძედა იქნებ უმჯობესიც ყოფილიყო, რომ არც ეშვა. ინიცის რა გზა, რა ტანჯვა, რა დამცირება უწერია მძევლად შობილს. დედა უფრო შემოეხვეოდა შვილს. უფრო ჩაიკრავდა გულში და ისევ მასვე უჩურჩულებდა. ქართველი და ქრისტიანი. არავის არასოდეს არ დაუჯერო, სხვა რამ რო გითხრას, სხვა მოგთხოვოს. სამშობლოზე არ აღმართო შვილო ხელი და ხმალი, არასოდეს გესმის, არასოდეს რაც არ უნდა მოხდეს, რასაც არ უნდა შეკპირდნენ, რა მუქარითაც არ უნდა დაგაშინონ. მაგრამ ბიჭს როგორღაც ბუნდა უნდა ესმოდა და ვერ წარმოედგინა ეს ყოველივე. დღეს ბევრი იტირა, იჭირვეულა, ამრეზილი და აბუზული იყო. დედის ალერსმა ოდნავ დააშოშმინა, მაგრამ ბავშვური გაბუტულობა ვერ მოუშალა. ხოლო როცა იგრძნო, რაც უფრო ჭირვეულობდა, მით უფრო იდაგებოდა და ეალერსებოდა, დედა ომათაც უწუნს. ერეკლე, დავით, გიორგი, ნესტან, რაღაცა მირჩიეთ. რაღაცა? განა ყველაზე ნაკლებ გიყვარდით? კერპად, თუთი ყუშივით იმეორებდა კონსტანტინე. სულ შვილო, რას ამბობ? იცი როგორ ვიტანჯებით, მეცა და მამაშენიც. რომ გაიზდები, მაშინ გაიგებ. მაშინ გაგვსაჯე. მაშინ. ახლა კი დაგვიჩერე. მამამ თქვა, ადრევე დავაბრუნებთო. ფიცი მომცა. მამა. არც შემოვიდა. კარგად არც კი შემომხედა. ეჭვნებულად იმეორებდა შვილმძევალი. არა, შვილო, მე დამიბარა. დამიჯერე. მე უბედურ დედა შენსა. ამ ძუძუებით გაგზარდე. ამაზევე დაგიფიცებ. მამას ნუ დაემდურები ნუ რასოდეს. ძმებსაც. საბანი გადაიძრო. გულისპირი მოიღეღა და გაჯიუტებული შვილი შიშველ მკერდში ჩაიხუტა. როდესაც წამიყვანენ, მერმე დამივიწყებთ. როგორ დაგივიწყებთ, შვილო, როგორ კვნესოდა დედის გული. აქ არ უჯდა გულქვეშ. ახლაც ახუზის. თუმც გაიზარდა. მამამაც თითქოს წაიყვანა, მაგრამ ისევ აქ არ ყოლია და მუდამ აქ ეყოლება. სადაც არ უნდა წავიდეს, რაც არ უნდა მოუვიდეს. დამივიწყებთ, გაიძახოდა ბიჭი და დედას ეკრო და უკოცნიდა თბილ მკერდს. ირგვლივ ისედაც მბნელოდა, მაგრამ თვალებს რომ დახუჭავდა ბალღურ სამყაროდან ამომკრთალ სურნელსა და დედის რძისგან უმეორებელ სითბოს და სიტკბოს თითქოს ისევ გრძნობდა ტუჩებზე. უეცრად თავისთავად შეეკრა კრიჭა და ზედ გულთან. ძუძუს ძირში მწარედ უკბინა დედას. შეირხა მარიამი, ხმა ჩამწყდარა და მოიკვნესა. გაცივთ გაქვავდა. ახლა კი აღარ დამივიწყებ. აღარა. გაოგნებულ დედას თავის შვილის უსიამოვნო და უცნობი ხმა და ხით-ხითი შემოესმა. არიამ დედამ იგრძნო, რომ შვილს მშობლების მიმართ ღვარძლი და ნაჭდევი მაინც რჩებოდა გულში.
უხმოდ და უცრებლად აქვიჩინდა. ახლა მას აღარც შვილის ალერსი და აქ ყოფნა აღარ აწყნარებდა და აღარც მისი ხელახლა ნახვისა და ბედნიერების იმედი ჰქონდა. დიდხანს იყვნენ ჩუმად გალურსულნი, დედა და შვილი. ხოლო როდესაც დედამ კვლავ დააპირა შეგონება, შვილს ხმა სულ აღარ გაუწია. მას დედის უბეში წყნარად და ტკბილად ჩასცინებოდა. მარიამმა მარჯვენა ხელით საბანი შეუსწორა. ტუჩებით შვილის შუბლს შეეხო. ოდნავ ინასიცხრობა უგრძნო. უფრო ჩაიხუტა და ასე შეურხევლა და თვალღიად იწვა. ვიდრე ფერად შუშაბანში ჩამოცრილი განთიადი თუთი ყუშის ფრთასავით არ ჩამოწვა მათ სარეცელზე. ალექსანდრე მეფე არც თავად ისვენებდა და არც სხვას აძლევდა დასვენების უფლებას თუ საშუალებას. დღე-ღამს სამზადისი იყო სასახლეში, გრემ ქალაქში, ზეგამ ბაზარს მოურავებთან, სარდლებთან. ორი უცხო ელჩობა იყო გასტუმრებული, ორიც თავისი გამოსაწყობ გასაგზავნი. ზედაც ომის მოლოდინში, თაშიაც და მგონე ბარშიაც. ჩანსხვებიც შქარობდნენ. შააბასის საგანგებო შათირი მოუვიდა ჯიმშედ ხანს. ჯანდიერს მისი ულვაშის ჩრდილმა შაჰინშაჰის რაყამის ზუსტი ასლი მოართვა. ელჩობის დაუყოვნებლივ მობრუნებას ითხოვდა შაჰი. კახთ ბატონიშვილის უცილობლად მოყვანას, რუსთა ელჩებსაც იწვევდა თეირანს. კახეთშიაც უკვე მზად იყვნენ. საირანო ელჩობაც თითქმის გამოწყობილი იყო. კონსტანტინეს იასონ ჭავჭავაძე მიყვებოდა მხლებლად, რჩევლად და ელჩად. კახთ ბატონი თავის მხრივ დაბლად ულოცავდა, ასე ვთქვათ, ახალ მზეს ირანის მაღალ ტახტზე სახელოვან აღმობრწყინებას და აღუთქვამდა თურქთა წინააღმდეგ რუსეთის დახმარებით ირანთან დგომას. რაღა თქმა უნდა, კეთილმეზობლობას საყვარელი შვილის ხლებითა და მრავალი მოსაკითხავებით უდასტურებდა. რუს ირანელთა ელჩების შეხვედრა კი მაინც თავის ჭკუაზე მოაწყო ალექსანდრემ. ბირკინი თავის მხრივ ძეგამში იწვევდა შაჰ-აბასის დესპანს. ჯანდიერმა კიდევ ერთხელ იწვია ალი ხოჯა მაჰმადი. გარეგნულად ფრიად სათნო და მეგობრულის საუბარი დაჰქარგეს. ცხოვრება უკუღმართია და ოღრო-ჩოღრო. მარტო ხელა ადამიანი რომ დაფიქრდეს, ერთი ჩხირის გათლაც არ ღირს ქვეყანაზე. მოწყენილად ჩიოდა ხოჯა მაჰმადი. ჯანდიერი კარგად გრძნობდა სპარსის სულის კვეთებას. ორი მტერი, იგივ ორი მოსისხარი ოსტატი ერთ ჭერქვეშ იჯდა. მათ შორის ერთ ხელში ყავდა ჩაჭერილი მეორე, ამის გამო უფრო გაავებული მტერი. ვაგალახ აგრე გახლავთ. მარტო ხელობა დიდ სეტყვაში თავშიშველობას გავს. მაგრამ რაც უფრო ბრძენია კაცი, მით უფრო მეტ ბატონს იჩენს, რომ მათ ჩრდილში და ოქროს მარცვალში იბედნიეროს. მოიარებით უდასტურებდა ჯანდიერი საეჭვო სიბრძნეს. თავისთვის კი სხვაფრივ სჯიდა. მართლაც უკუღმართია ცხოვრება და მისი პირის სახე. ორი, ასე ვთქვათ, სიმართლე უნდა იმარჯვოს კაცმა. ერთი მტრისათვის, მეორე მოყვრისათვის და თავისათვის.
ზეპირს საუბარი კი თავისი კალაპოტით ვიდოდა. მართალი ბრძანებაა? ახლა ხოჯა მაჰმადი უდასტურებდა დავითს. ორი ბატონი კარგია. ოღონდ თუ ერთმანეთში თვისობენ ბატონკაცები, თუ არადა, კეთილ ქოჩორს ვერ გადივარცხნის ორთაყმა. სრული ჭეშმარიტებაა. მოგეხსენებათ, მაღალგონებიან ყმისაგან არის მის ბატონთა შუღლიცა და დაზავებაც და ჯანდიერმა ზოგადი, ცაზე კვამლად გადებული საუბარი, ისწევ დედამიწაზე ჩამოაქვეითა და სადღეისოს დაუკავშირა. ბატონთა მეგობრობის საწინდარი ძევალი მიყვებათ. შახინშახისთვის საუწყებლად კახთ ბატონის გულს ნადები და რუსთა სიანუსხაც თან მიგავთ. მამა შაჰაბაზსა და თქვენ გაბარებთ თავის შვილს. ახლა ქოჩრისა და არა ქოჩრის ამბები თქვენს ოსტატობაზეა. საქმე საქმის წილ და ქოჩორი ქოჩრის წილ. ჩვენი პირობა კი ისევე მტკიცია ვით ჩვენი დაღი. ალი მაჰმადს კვლავ ნერწყვი დაადგა ხელზე. მართალია რბილოსი არა უკვე მოუშუშდა. აქაც ასწაული მოახდინა თურმანაულმა. მაგრამ ხაფანგში მკვიდრად იყო ჩაჭედილი. სამკვდროს ასიცოცხლოდ. ამიერ ვიდრე კახთ ბატონი და ეს ულვაშა დევქაჯი ცოცხლები იყვნენ, აღარ იყო მისთვის აღარც განცხრომა, აღარც 7 ძილი. ულვაშის ჩრდილი და დაღი მარტო კახეთში ყოფნით არ თავდებოდა. ირანშიაც მიჰყვებოდა კახურ ბორკილად. და ახლა იმ ლაწირაკი მძევლის ბედკეთილობაზეა მიბმული მისი თავკისერი და კეთილყოფა. ქედი მოიხარა, მაგრამ ღველფის შეჭამა და გულს უკან ჩაიფინა. ყველა დავალება მიიღო. საიდუმლო ამბების მიმოგზავნაში შეთანხმდნენ და ძველ მეგობრებად გაიყარნენ. ძეგამს თავის სასახლეში მოაწყო ალექსანდრემ რუს ირანელთა ელჩების შეხვედრა. ჯერ ცალკე შეყარა თავის დაუსწრებლად. ყურში და ჩერქეზი მიუჩინა თარჯიმნად. მერმე თავადაც ესაუბრა ორი პირველ ელჩს ერთდროულად. და ბოლოს კი საერთო დიდი დარბაზობა მოაწყო. ნადიმ ნადირობაც და ასპარეზობაც ზედ მოაყოლა. ყველა ნასიამოვნები მოხიბლული და შეგონებული დარჩა. კახეთის ბედის წერა კი ახალ თარგზე ასე აიწყო. ირანის ახალ მოძალებას რუსთ მფარველობა და თურქთა წინააღმდეგ ერთად დგომა დაუპირისპირა. ხოლო ვიდრე თერგს ციხე ჩაიდგმებოდა და რუსეთ-კახეთის გზა გაიკაფებოდა, ირანში კონსტანტინე მძევალი ჩააყენა. თითქოს საერთო გეზიც გაასწორდა. რუსეთიც და ირანიც თურქთა წინააღმდეგ ორთავ მხარეს უმაგრებდნენ კახეთს. ურთიერთდამოკიდებულებასაც კახეთის მიმართ ძალაუნებურად ათანაბრებდნენ. მათი შესაყარ-გასაყარი გზა ალაზნის პირი იყო. ამ ალაზნის სასწორის თავში კახთ ბატონი იდგა. ფრიად მერყევი იყო სასწორი, მაგრამ თურქთა მიმართ კი თითქოს უდავოდ მტკიცობდა. ხშირად ეთათბირებოდა ზოსიმე ბერდიც, რომელიც ბორბალოს ქვაბში აღარ გაუშვა. დაისვავდა თავის პირდაპირ და თავისი ზრახვების უმცდარობას მასზე ამოწმებდა. ყოველთვის ყირამალა აყენებდა ხოლმე საკითხს. აზრუკუღმად გაანგებს შეაბრუნებდა თავის გულის ნადებს და თავის მოსაზრებებს ბერდიც დიდი გულმოდგინები და ხანდახან გულცეცხლიანადაც ასაბუთებინებდა. მერმე ჩაეღიმებოდა ხოლმე და დააწყნარებდა აღელვებულს. ასე ჩაუყარა საფუძველი ალაზნის სასწორს.
მის კვარცხლბეკზე ასე ეწერა: ყველაზე უფრო საშიში ძალა ერთიანად ქართველთათვის, აგრეთვე კერძოდ კახთათვისაც ამჯერად თურქეთი არის. საკუთრივ დგომა ალაზნის მხარესაც აღარ ძალუძს. ერთადერთი გზაა ორი უფრო ნაკლებ საშიში ძალა ურთიერთგათანაბრებით თურქეთის მოძალებას დაუპირისპირდეს. იცოდა ალექსანდრემ, ბევრი რამ იწონებოდა და იყიდებოდა ამ სასწორზე, სრულ თავისუფლების წილიდან, ვიდრე ცოცხალ ხორცამდე და სიფთაზე გაყიდული ცოცხალი ხორცი ის სიხვიცლის შვილი იყო. კონსტანტინე მალე შეურიგდა თავის ბედს. ჩახნიშახის ბრძოლობა ბოლოს და ბოლოს არც ისე ცუდი რამ ჩანდა. გამოცხადა თუ არა მისი მძევლობა, გრემშიათ და ძეგამშიაც ყველა განსაკუთრებით ექცეოდა მას, ამ ნაბოლარა ბატონიშვილს, ახლა ყველას მიერ გამორჩეულსა და მოალერსებულს ძია შაჰ-აბასთან საპატიო სტუმრად წასასვლელად ამზადებდნენ. დედმამამ, ძმებმა თუ სხვა თავადებმა აავსეს საჩუქრებით. მაინც გიორგი ბატონიშვილი ხომ სულ გადაჰყვა მას, აღარ სცილდებოდა. კონსტანტინე მომორჩევით სიყვარული იცოდა თავიდანვე, ხო და ძმებს შორის გიორგი მას გამომრჩევით უყვარდა. ერეკლეს სულ უფროსი იყო, დიდი და გაუგებრად დინჯი. დავითი ფიცხი და ბრაზიანი. უმცროსდას როგორღაც ტიკინებში ვერ არჩევდა და თანაც დედის გამო ბალღური ეჭვი და შური ჰქონდა. ხოლო გიორგი არც ისე უფროსი იყო მასზე. თანაც მუდამ სახალისო და საცალქოდ მოზიდული, ყველა თამაშობაში აცირებდა კოსტალას ნამდვილი ხმლის ქნევასაც ასწავლიდა. ხელთოფელებსაც იგი უკეთებდა. ახლოსანადიროდაც დაჰყავდა და ერთიც იყო, მეტად თავისებურ იქნებ ყველაზე მნიშვნელოვანი უცნაური მიზეზი. კონსტანტინეს ძალიან ეშინოდა ხიცინის, სრულიად ვერ იტანდა. თავს შეუკავები, ცნების მიღმა ხარხარი აუტყდებოდა ხოლმე. საკმაო იყო ერთი თითი და ღუტუ-ღუტუ უმალვე გულს მოუსავდებოდა. ძმები ხშირად დაედებოდნენ. თითებს წამოუშვერდნენ, უხიცინებდნენ და მხოლოდ გიორგი იყო მისი მაშველი და მფარველი. ხო და ვიდრე გიორგი და სხვები ახალისებდნენ, მოწყენის საშუალებას არ აძლევდნენ, მაგრობდა კონსტანტინე. ასე ხალის გართობით ჩავიდნენ ძეგამს, ჯერ სასახლეში იყო, მერმე ქალაქ გარეთ, განჯა ირანის შორეული გზის დასაწყისში, ცალკე კარავი დაუდგეს. მაგრამ გამომშვიდობების ჟამს, როდესაც ყოველი სამზადისი გასრულებული იყო, ყველა სათამაშო თუ საჩუქარი ჩაწყობილი, ჯორაქლემებზე აკიდებული და შორეული ირანის გზაზე უკვე დამდგარი, მაშინ თავს შეუკავები ტირილი აუვარდა ბიჭს. ხელსახებად იქნებ მხოლოდ აქ იგრძნო სამშობლოსა და თავისიანების მოწყვეტის საშინელება. ვინც ის რა საოცრებანი აელანდა უეცრად შეშინებულ ბიჭს. ვერ იქნა ვერას გზით ვერ გააყუჩეს, ვერც გადია გამყოლებმა, ვერც იასონ ჭავჭავაძემ, რომელიც თან მიყვებოდა მას, ვერც მამამ. ალექსანდრესაც აუცრემლად აუთამაშდა მარცხენა თვალი. კარავგარეთ კი ირანის ელჩიონი ელოდა. ჯიმშედ ხანი გოროზად აღმჯდარიყო ნაჩქარ ბედაურზე. მას მხარს უმშვენებდა ისიც მეფის ელცხენზე შემჯდარი ალი ხოჯა მაჰმადი. ისინი შაჰინ შაჰისთვის მისსართმევ, მრავალ საჩუქრების ეგრეთ წოდებულ უძვირფასეს მარგალითს, კონსტანტინე ბატონიშვილს ელოდნენ. იგი კი კარვის დედაბოძს ორთავხელით ჩასჭიდებოდა. ვაითა და ვიშით გოდებდა და გარეთ არასგზით არ გამოდიოდა.
ყველანი დაიდაგნენ და დაიბნენ. მართლა ხელ და ხელ ხომ არ გამოათრევდნენ მტირალს. ასეთი ძალადობა გამკაცრებულ მეფის ნებისყოფასაც აღემატებოდა. ალექსანდრეს კრიჭა შეყვროდა. სახეზე სისხლის ნატამალი არ ეტყობოდა. ერეკლე ჩუმად იცრემლებოდა და მამას რომ ეთქვას, უმალ დაენაცვლებოდა მიმავალ მძევალს. გაბრძანდით, ბატონიშვილო, არ გეკადრებათ, ამაოდ უჩურჩულებდა იასონი. ნუ გვარცხენ, ბიჭო, არ იფიქრონ, რომ გეშინია წასვლა, ჯავრობდა დავით ბატონიშვილი. მაგრამ ვერ იქნა ბიჭის გაყუჩება. ან გარეთ გამოყვანა. არც ვის იკარებდა, მეტიც და კი შეუძლებელი იყო. ელჩებმაც კაცი მოუგზავნეს მეფეს. ალექსანდრემ ერთიც ძლია თავს. გიორგი სად არის? ჩქარა! ალექსანდრეს ხმა ვეღარავინ იცნო. კარვის გარეთიდან თვალებ დასციებული გიორგი ბატონიშვილი შემოიყვანეს. მას ვეღარა ეტანა უბედური ძმის მძიმე სრემლობა და გარეთ გავარდნილიყო. მამას რომ შეხედა, უსიტყვოდ მიხვდა. მისი და კოსტალას მამა დამბლის პირს იყო. ტირალ ძმას მივარდა, მოეხვია, ერთიც შესტირა და უნებურად თითიკრა ღლიავში. ჯერ აზრ მიუცემლად ნეკნებზე ჩაუყოლა, უმალ შეკივლა ბიჭმა. გახევდა, პირი დააღო. დედაბოცსაც ხელი შეუშვა. არანაკლებ შეკრთა გიორგის, მაგრამ ფიქრმა დაასრო. ცალი ხელით სრემლი მოუწმინდა ძმას. მეორე კი ისე უზრახ-განზრახად ნეკნებზე ჩამოულო და თითულად ჩამოუტარა. სატირლად ჰაერი აღარ იყო კონსტანტინეს. ჯერ გაუნელებელ მოთქმის ხმაში აკოშინებული ხით-ხითი გაერია, მერმე რაღაც სიცილტირილის მსგავსი და საშინელი გიორგის თითებს შუა თევზივით აფართხალდა და ახარხარდა გადაფიჩინებული ძმა. შენც ასე, გიორგი! ამის თქმა გამოასწრო და კარვიდან გულა მომჯდარი ცრემლ ხარხარით გავარდა. ყველანი გაყვნენ. გარეთ უმალ სამგზავრო ზურნა აჭყვიტინდა. ირანს მიმავალი ქარავან ელჩიონი დაიძრა. მხოლოდ გიორგი არ გასულა გარეთ. იგი იქვე, კარვის დედაბოცთან, კონსტანტინეს ნაცრემლავ ადგილზე მიჯდა. ახლა მან განაგრძო ცრემლა და გამწირავი თითების კბენა. მეც ასე შეძრწუნებულად იმეორებდა კონსტანტინეს უკანასკნელ სიტყვას და გარდა სულიერი ქენჯნისა, ამ სიტყვაში თითქოს თავის მომავალსაც გრძნობდა. ამიერით ხომ იგი იყო უმცროსი ბატონიშვილი და საჭიროების პირველ სამძევლო. ყველაფერი რომ ჩათავდა და მძევალ ელჩიონი წავიდა, შემოbrunებულმა კახთბატონმა კიდევ ერთხელ გადაავლო თვალი თავის მოქმედებას. ჩამოყარა ჯამი და ჯუმლი. შვილი კი წაუვიდა, ხოლო ამ დაგვარად მოპოვებულ მშვიდობას მყარი საფუძველი მაინც არ გააჩნდა მოსკოვ აშთარხანი საწონასწოროდ ჯერ შორს იყო. ირანს კი საკმაოდ ძალა შესწევდა კახეთის დასარბევად, მაგრამ არც იმდენი კავკასიაში რომ ოსმალებს ახლა დაპირისპირებოდა. ხოლო ოსმალონიც რომ მალე გამოჩნდებოდნენ მძევლისა და ხარაჯის მოთხოვნით, ეს კი ეეჭვებოდა ალექსანდრეს. ამის გამო ერთი რამ კიდევ იღონა. ვიდრე თერგის ციხე არ ჩაიდგმებოდა, რუსთ ელჩების გაშვება შეაჩერა. კვლავ შიკრიკი და შეთანხმების მეორე პირი გააგზავნინა. პირადად ბორის გოდუნოვს აახლებინა. დიდ რუსთ მეფის ყაზახან აშთარხნისა და მისაქეთა ქვეყნების ნაცვალს. თვით ელჩებს კი ჯერ უგზოობა მოუმიზეზა, მერმე თავისი ელჩების მოუმზადებლობა და
მთის ომის მოლოდინი. ალექსანდრე ჯერ კიდევ ძეგამს იყო, როდესაც მოულოდნელი ცნობა მოუვიდა. მიუხედავად ახალ თოვლისა და ზვავებისა, ლეკთა ჯგუფს გადმოევლო თა. გააკვირდა ალექსანდრე. საერთოდ სურხაის შამხალი აბნევდა კვალს, შეფარვით მოქმედებდა. დიდი თარეშის მოლოდინი გაგრძელდა. თითქოს აღარც გამართლდა. მცირე თარეშები კი ადვილად შეაფერხეს ალექსანდრეს სარდლებმა. ახლა კი ასეთი გვიანი ზამთრის თარეში სრულიად უცნაური იყო. შერმაზან ჩემო, ეს რას ნიშნავს? ჭკუა თოვლად თუ ექცათ, გულხადართ? უკან გაბრუნებას თუ აღარ ფიქრობენ? აბა უმასპინძლე თუ აგრია. შერმაზანს ჭაღარა უკვე ჭარბად შეპარბოდა და რაც უფრო ემატებოდა თეთრი, თითქოს სიმძიმეც ემატებოდა ულვაშებს. უფრო ქვევით მოუცოცავდა. თუ წინათ აღმა აბრუნებულ ნანგალს გავდა მისი ირაო, ახლა ეს ნამგალი დაღმა ლამობდა ჩამობრუნებას. იქნება მის გამო უფრო ხშირად გადისვავდა ხოლმე ხელსა და ძველებურად აღმა გამართავდა. იქნება ხალციხეს ფიქრობენ გაჭრას, მაგრამ მაშინ მეტნი უნდა იყვნენ, ვიდრე უნახავთ. ყოველ შემთხვევაში მასპინძლობა ჩემზე იყოს. მიბრძანებთ რასმე ბატონო. მაგრამ ალექსანდრე აყოვნებდა. კიდევ მოელოდა ახალ ცნობებს. ახალი მზვერავნი ყავდა გაშვებული. მათ თავისი ერეკლეცა და დავითიც გააყოლა. უკვე ბრძოლებისათვის მოციფულად თვლიდა ერეკლე. უკვე რამდენჯერმე იყო მცირე ბრძოლაში ნამყოფი, ხოლო დავითისთვის კი ეს პირველი ნავარდი იყო. მალე ჩამობრუნდა მზვერავნი. დავითმა, როგორც მოსდევდა ხოლმე, ხელი შეუშალა ერეკლეს თხრობას, თავად დაასწრო სიტყვა. რაღაც გაუგებარი ამბავია. დიდ გაბმულად მოდიან და ცოტანი კი ჩანან. გავწყვიტოთ და მაშინ გავიგებთ. მაგრამ ალექსანდრემ ერეკლეს გაბრწყინებულ თვალებში უფრო მეტი ამოიკითხა. იცან ვინმე თუ? უფრო ვიგრძენ. ომისა და თარეშის ამბავი არაა. სხვა რამეა და შეწიფინებული სახე იბრუნა. ახლა უკვე მოსწდებოდნენ ჩვენს მეწინავეთ. აბა შერმაზან, ახლა კი შეხვდი. შენს უკეთეს ვერც სარდალს მივაგებებ, ვერც მესტუმრეს. ძეგამელ აზნაურთაც გაიყოლიებ. მხედარნიც მზად ყავს ჯანდიერს. თუ სტუმრად მოვლენ, მასპინძლად დახვდი. ტერს კი შენ სულ ვაშსა და ხმალს მოგკითხე. მერმე თავის შვილთ გადახედა. შენს გაყევ ერეკლე. მეც, მამა, წამოიძახა დავითმა. არა, შენ აქ დარჩები. გასაწყვეტი იქ არ ვინ ჩანს. საღამოს პირს კი ყველაფერი გამოირკვა. სურხაის შამხალს თავისი ვაჟი ანდია მურზა ელჩად გამოეგზავნა კახტბატონთან. თერგის ციხის შენება თუ დაუწყიათ რუსებს, დაასკვნა ალექსანდრემ. მაგრამ კიდევ უფრო გაგვირდა, როდესაც ერეკლემ ჩუმად ამცნო, რომ შამხლის შვილს ელიმ შამხალი ერეკლეს სასიმამრო თან ახლდა. ერეკლე ვეღარ ფარავდა სიხარულს. მას კახური ქულაჯის ქვეშ უკვე დაღესტნური გულქარგულა ახალუხი ეცვა. ხოლოდ ეს საწვალებდა. ვერავისთვის ეთქვა ეგრეთ წოდებული მქარგავისა და მესაჩუქრის ვინაობა. არაფერი ისე არ თხოვლობს სხვისთვის გაზიარებასა და თანაგრძნობას, როგორც დიდი სიხარული. ზაზა მაინც იყოს აქ, ის გამიგებდა. თავის ძმას დავითს კი ვერ თვისობდა.
იცოდა მისი გამკილავი ენის ამბავი, უმალ ქილილა და დამანას რომელიმე არ აქვს მოიგონებდა. შამხლის ელჩები ძეგამს მიაყვანინა ალექსანდრემ. რუსთ ელჩების სადგომიდან არც თუ შორს გაუჩინა ბინა. განზრახ რამოდენიმე დიდი მოხელისა და აზნაურის ოჯახებში ჩაანაწილებინა ამალა. ანდია მურზასა და ელიმ შამხალსაც ცალ-ცალკე გაუჩინა სადგომი. კარგად მიაღებინა, მაგრამ დარბაზწვევა კი დაუყოვნა. უქეიფობა მოიმიზეზა, ხოლო მოხერხებულ დროს ღამით ყოვლად ფარულად თავისი მომავალი მძახალი იხმო. ბევრი რამ უამბო ელიმ შამხალმა. რუსებს ციხე მართლაც ჩაედგათ თერგის ხერთვისში. სურხაი შამხალს დიდი შიში დასცემოდა. შვილს აგზავნიდა ელჩად თუ მძევლად ოღონდ. რუსთ წვევა შამხლის სარბევად როგორმე აეცდინა. ახლა დანასაც ლესავდა და ენასაც. თერგზე ციხის ჩადგმამ ალექსანდრეზეც დიდი არაფრიადი შთაბეჭდილება მოახდინა. მას აღარც თუ შორს არის. დაიძრა ჩრდილოყინულის ზვავი, გაიფიქრა მან და რუსთ მფარველობას ახლა უფრო გულ-დაგულ იმედიანად ჩაეჭიდა. სატევრის გაძრობასა და დარტყმას შორის რაღა მანძილია. ჩვენ აგრე ვიცით. რუსთაც ასე ეწოდინებათ. კახთ ბატონის გახარებულ გულისყურს ერთი დარდიანი სიტყვაც ასმინა ელიმ შამხალმა. დამისნეულდა სალიჰა. ფარული ნიშნობის შემდეგ ძილი დაეკარგა. მთვარის ჩრდილვა მოეძალა. ბოდვა დასჩემდა. სასიძოს სახელიც კი უხსენებიანა სიცხართლემისას. ყრუდ მოუთხრობდა მძახლად ნათქვამი მომავალ მძახალს. ხმა გავარდნილა, სურხაი შამხალს ეჭვი აუღია, სადედოფლო თავის სასახლეში წაუყვანია. ანუგეშა ალექსანდრემ ელიმი ერთ წელიწადში ქორწილის ვადა დაუდო. ალექსანდრემი ვარაუდა, რომ ზოგი რამ ალბათ არც იცოდა ელიმ შამხალმა. კახთ ბატონისათვის აშკარა იყო, სურხაი შამხალი არ ენდობოდა თავის ძმას, ყოველ შემთხვევაში ეჭვი ჰქონდა და თვით ელჩობაშიაც ამ ეჭვის გამოსარკვევად თუ გამოგზავნა, იქნებ დაღესტნიდანაც მოიშორა დროებით. მთის მესაიდუმლეს ყაფლან ვაჩნაძეს ესაუბრა, მისიც ისმინა. საოცარი ამბავია, ბატონო, თიდან ასეთი დიდი ელჩობის და ამდენი მოსაკითხავების მომსწრე მხოლოდ ერთხელ ვარ. მამა თქვენმა, ლევან ბატონმა, ყარამუსალ შამხლის ქალი რომ შეირთო, მაგრამ მაშინ დედოფალს მოხვდნენ. ახლა კი პირიქით, სადედოფლო უმძევლებიათ. შამხალს მაშინ უფრო ერიდე, როდესაც საჩუქრებითა და პატივითა გწყალობს ყაფლან ჩემო. ერთი შენი ვეფხები აუშვი, თამას და ბებურ გაგზავნე მთაში. ელჩობის ხასიათზე თუ მოდგა შამხალი, პირველად თუ არა მომყოლად მაინც ჩვენს იქით აფრენს ელჩებს. თურქთა ხათრი ჯამია. მხოლოდ ნადირობის ჟამს, ისიც სულ მცირე ხნით, შეიყარა კახთ ბატონმა ანდია მურზა, ელიმ შამხალი და სხვა მთიელნი. მერმე ყაფლან ვაჩნაძეს დაავალა მთის ელჩთა წვლილვა. შამხლის ღლაფთან გრძელი სიტყვა სჯობს. მთაში თოვს. თუ გადამოსასვლელია ვინმე უნდა უჩქაროს. ჩვენ კი მოცდის საშუალება გვაქვს. მალე ყველაფერი გამოირკვევა. ნახოთ მათი გულწრფელობა და ჭკუა. მთიელნი კი მართლაც ჩქარობდნენ. პირველ თათბირზევე ყველაფერი გადმოალაგეს. ახლა
სურხაის შამხალი შერიგებას უთვლიდა ბარისა და ალაზნის ბატონს. ძველ მოყრობას აგონებდა, დაბლად ითხოვდა მთასა და ბარს შორის დაუსრულებელი შუღლისა და ომის მოთავებას. ნურც აღავისმე იწვევ ჩვენზე სალაშქროდ, არც ჩვენ ვიცვიოთ ვინმე თქვენზე. საყვარელ შვილს გზავნიდა ნდობის აღსადგენად, თუნდ სტუმრად, თუნდ მძევლად საანგარიშოდ. ძველის მიხედვით დაამოყრებასაც თავაზობდა. ორასულს გაახლებ, ერთს ჩემსას, ერთს ჩემი ძმისასაც. ერთი მანდ შერთე შენ ვაჟს, მეორე კი ირანს წარგზავნებ, იქ წასული შენი ძის საცოლედ. ჰოი, როგორ ბლანდავს მელაკუდა, ფიქრობდა ალექსანდრე. ზოგს ძალა, ზოგს გულდაგულ ბითვლის, ზოგს კი ყასიდად, ეჭვების გასარკვევად თავის ზრახვათა დასაფარავად. ეს ალაზნის სასწორის პირველი სარგებელია. ნახოთ კიდევ რას მოგვიწონის. ალექსანდრე ზედმიწევნით მიუხვდა შამხალს. ლეკთა დიდ ელჩობას მალე ფარული ჯგუფიც მოყვა. ასლან მურზამ მცირე, მაგრამ შერჩეული გუნდით ბიამან ბილიკებით გადმოლახა კავკასიონი და კახეთში დაეშვა. ამჯერად მთიელნი დიდი სიფრთხილით ვიდოდნენ, შორს ერიდებოდნენ სოფლებსაც და გზებსაც. ჩანს სამარბიელო თვალი დახუჭული ჰქონდათ. ხეობის ტყეებში რომ ჩამოდგნენ ლეკები, თოვლიანი გზაც მოითავეს და უკოლოდ გაქრნენ. აღარ იქნა მათი ასავალ-დასავალის მიგნება. ბებურ და თამას დანაწილდნენ, ასე ორმხრივ დაუწყეს გუმანით დევნა. არც გრემისკენ ჩანდა ლეკთნავალი, არც ძეგამისაგენ. ალექსანდრეს მოახსენეს. მას მცირე გუნდია? იორზე დახვდით, სხვა გზა არა აქვთ, ერევან არ ზრუნს მიდიან თურქებთან. შამხალის საჩივარი მიაქვთ ჩვენზე და რუსებზე. სარკმლიდან ჩაქუფრებულზეცაც გახედა, თითქოს იქ ღრუბლების ქულებზე კითხულობდა კვლების ასავალ-დასავალს. არ უნდა გავიდნენ, გესმის ჭანდიერო? ცოცხლად მიშოვნეთ ფარული ელჩიც და საჩივარიც. მჭირია, ხელში მჭირია. ალექსანდრემ მოკუმშა მარცხენა მუშტი. თამას და ბებურ ფეხტაფეხ მიყვნენ ვარაუდით. შენ კი იორზე დახვდი. ჯაჭვად გაშალე დიდი რაზმი, ხმაურიც შექმენ. თუ ვერ დაიჭირეთ, უკან მაინც გამოაბრუნეთ. მერმესადმე მაინც დავჩიხავთ. და მაშინ, როდესაც ყაფლან ვაჩნაძეს მოხატულ დარბაზ სადგომში თავაზიანი და შორსნაზომი საუბარი ჰქონდა თიულებთან, მისი ვაჟები ფეხად თუ გვერდად უჩინ-მაჩინად სდევდნენ ლეკთა მცირე გუნდს, ხოლო იორზე გაშლილი მეტოფენი და მოისარნი, ასე ვთქვათ, ხმაურობდნენ და ჯერჯერობით აურაცხელი ხოხბები და დურაჯები მოკლეს და დააფრთხეს. დაუთვლიდა შერმაზან სარდალი კახთ ბატონს. გადასავლებზე დაღესტნელთა დიდი გუნდები ამოვიდნენ. ღია ბანაკები დასცეს, არც იწვრიან, არც იბრძვიან, ელიან რაღაცას. ან განგებ ყურადღების მიქცევა და ჩვენი აქ დაბმა სადიათ. თაში კი თოვს. დაუთვლიდა ბებურ და თამას. ლეკთა მცირე გუნდი იორისკენ მიილტვის. დღეიმალებიან, ღამე კი დიდი სიფრთხილით იკვლევენ სავალს. დაუთვლიდა დავით ჯანდიერი. დგევარ იორზე მხარ გაშლილად, გაბმულად ხმაურობ, ჯერ არ ვინც ჩანს. ყაფლან ჩემო, იგავარაკების თხრობას უმატე და დაუყვავე.
გრძელ თამადურის უფრა გაუშალე. კვირის ბოლოში კი ასეთი ამბავი მოხდა. ლეკებმა ივრის პირას რომ გააღწიეს და ასე ვთქვათ გამულხმაურს წააწყდნენ, მაშინვე შემობრუნდნენ. შორიდან თავდავლა იწყეს. აქ კი ულოდნელად მდევრებს წააწყდნენ. ისე ვიცვალეს გეზი, მაგრამ მდევრები აქაც წინააღმდნენ. პირველ შეხლაზევე თეძო მოსტეხეს ასლანს. ცხენზე გადამოეკიდა მხედარი. ვერც სხვები წაუვიდნენ მდევრებს. ზოგიც მოიკლა, ზოგიც გაიბაწრა და მძიმე დაჭრილ ასლან მურზასთან ერთად მიგვარეს კახთბატონს. ლეკთა ბელაც სურხაი შამხლის მიერ სტამბოლს მინაწერი სიგელი აღმოაჩნდა. ორი გზით ფარულად გამოგზავნილი, ორთავე გზის დახშულობისა და უიმედობის გამო. პირველი გზა ტარკა კახეთი ერევანი არზრუმი, მეორე კი ტარკა თერგი ყუბა ყირიმი. ივარაუდა ალექსანდრემ და სიგელი ბოლომდე ჩაიკითხა. რასაც მოელოდა ის აღმოჩნდა სიგელში. მიახლოებით იგი იყო, რასაც თვით ალექსანდრეს წერდა რუსებს, მხოლოდ პირუკუთ, შებრუნებულად წარმოდგენილი. ეგრეთ წოდებული გაქრისტიანების საშიშროებას ჩიოდა შამხალი, რუსთა და კახთა შორის გახირვის გასაჭირს. ფარველ თურქთაგან კახთ რბევას, ალაზანზე და თერგზე ციხეთა ჩადგმას ითხოვდა. და უთვლიდა კახთბატონს, შერმაზან სარდალი. თაში დიდი თოვლი დასდო, და ღესტანთა ძალა უომრად გაბრუნდა. მეც დავწიე ხევ ჩემი სპა, ამჯერად აქედან თოვლმა მოგვაბა ზურგი. ყველაფერი ალექსანდრეს მიერ განჭვრეტილდა, თადარიგ მიღებულ გეზით მიდიოდა. მაგრამ უეცრად შეტრიალდა ამბავი. უთვლიდა ჯანდიერი. ივრის ხელმარცხნიდან არავინ გამოჩენილა ჩვენთან. თავს სავდეებ, არც ვინ გაგვფარვია. ივრის მარჯვნიდან კი ანას და წამოგვადგნენ თურქთა მეწინავენი. არც ისინი მოელოდნენ. უეცარი ბრძოლა შეკვდა. გავაბრუნეთ. აღარ ვდიეთ, თითქოს გაუგებრობაში დავტოვეთ საქმე. ახლა მათი სარდალი და ხოსროვ ჩაუში წარმოგვადგნენ. დარუბანდ შემახისკენ კახეთზე გავლით, გზა გთხოვეს. არ მივეცით თქვენი ბრძანების გარეშე. ახლა მეტად გართულდა საქმე. ალექსანდრე მეფემ შერმაზან სარდალი თიდან ახლა იორზე ჩაგზავნა. სტეფანოს ნეკრესელს თავისი სადროშოს მალი სპა გამოსთხოვა. რუსთ ელჩებსაც ეთათბირა, ვითარება გაუზიარა, მომავალ საქმიანობაში მათი უშუალო მონაწილეობა მოისადაგა. სხვათა შორის არც მთის ელჩიონი დაივიწყა. ანდი მურზას სადგომის წინ ყაბახზე რუსთ მეტოფეთა ხშირ-ხშირად თოფის ცლასა და მწყობრ ბათქაბუთქს ატყობინებდა. რუსული თოფის ხმა კარგი მრჩეველია მათთვის. ყაფლანსკი უბეში შამხლის სასტამბოლო სიგელი ჩაუდო. საუბრის კილო და ფესვი კი უფრო დააგრეხინა. არც უთხრა და ქეშად მიახვედრე. ელიმ შამხალსაც არაფერი ჩრდილი აყენო. ჯანდიერთან შათირი აფრინა, გულად და ვაშად დგომა უბრძანა. ივრის გაღმა თურქთა სარდალთან, ასე ვთქვათ, გაუგებრობის გამოსარკვევად გორჯასპ ენდრონიკაშვილი წარგზავნა. თურქთა სარდალსა და ხოსროვ ჩაუშს პირადად იწვევდა გრემს საპატიო სტუმრებად. დიდ სალაღობოდა მცირესად ათბიროდ, კეთილი მეზობლობის სადასტუროდ და ორივე მხრივ განსამტკიცებლად. გრემს როდიონ ბირკინი თან გაიყოლა მეფემ. ნეკრესში
უკვე დახვდა მალი ლაშქარი. ერეკლე ბატონიშვილი უთავა და იორზე წარგზავნა. გზაში ეცადე გორჯასპის შეგხვდეს, თუ მას ხოსროვ ჩაუში ახლავს. კარგ გამოჩინებით ანახვეს სპა, პატივიც დასდე და ნაწილთ უკან გამოხევ, თუ არა და შენც იორზე ჩადეკ, სადაც შერმაზან სარდალმა გირჩიოს. გრემს ჩასულმა ალექსანდრემ ზოსიმე ბერდიდი იხმო შუამთიდან, ხოლო ანანურიდან ნუგზარ ერისთავი ვაჟი თურთი წვია ფრიად საჭირო საქმისა გამო. ალექსანდრემ უმცდარად იცოდა, რომ ამჯერადაც ეს გოროზი და სულ თავისა ერისთავი შვილდივით მოხრილი ჰყავდა და წვევის უმალვე მოიჭრებოდა გრემს სასახლეში. რუსთ თვალში ამაღლებას ისურვებდა, ხოლო თურქთა წინააღმდეგ კი მხარშია მომდგარი, თუ ნამდვილ არა მოჩვენებით ერთგულებას მაინც დაიჩემებდა. ხოლო ასე ვთქვათ ბერწი ქართველისაგან, როგორც მას თავისთვის უწოდებდა ალექსანდრე, ესეც კარგი იყო. მაშ ზოსიმე ჩემო, გაქვს რუსეთის იმედი? შეწევნის იმედი მოგვეცემა? უკვე აშკარა კენჭსავყრი იცოდე, კითხვა დაახვედრა ბერდიც. ზოსიმეს კარგად მოესმენა შუამთაში. ჩრდილოური ფითრი მისი სახისა კახეთის მზეს ისევ დაეწვა, თავთუხის ფერში ჩაეგდო. მაქვს იმედი, რაც მე ვნახე და გავიგე. მხოლოდ იმედი იყო. მანძილის სიშორე კი ანგარიში უსათუოდ მისაღებია. ალექსანდრემ ხელი ჩაიქნია. ამ მომავლის იმედით მე ერთი შვილი უკვე მივეც. ახლა სამეოროდ მოდიან. მე ხელში გატენილი თოფი მჭირია, მზა ზარბაზანი და არა მხოლოდ მომავლის იმედი. ზოსიმეს დუმდა ალექსანდრეც. მათ ორთავ კარგად იცოდნენ რა რიგ უჭირდათ ლოდინი, მაგრამ აქ მანძილ ლოდინი იყო. სხვა მხრივ კი მხოლოდ მოსალოდნელი უფსკრული. უნდა გავძლოთ. უნდა დავაჩქაროთ რუსთ ელჩების გაბრუნება. ამ დუმილში გადაწყვიტეს ორთა. მოიფიქრე, იქაური პირობები დაწონე, რომელი დიდ თავადი შეეფერება და თავადაც შეიფერებს მოსკოვს ახალ ელჩობას. ხალხის შემირჩიე და სიგელების ტოლენიც გამიმზადე შესაფერისად. ბერის დათხოვნის შემდგომ ყველანა მოსკოვარი კახი ურშიტა, ზაზა, თედო, სარგის ახმობინა და ჯაბა ოსტატთან თოფხანაში წავიდა. მეფის საჯინიბოსთან გრემ ქალაქის კუთხის კოშკის სამერცხლე თავისი შიდა ეზოდი თოფხანისთვის ჰქონდა დათმობილი კახთბატონს. აქვე მოაწყობინა ჯაბას ახალი თოფებისა და ზამბულაკების ჩამომსხმელი და გამჩარხავი სახელოსნო. გალავან ჩაყოლებით იდგა დაზგათა და ქურა გრდემთა რიგი. ზეინკლები, ჭედლები და მედგლუგენი ხელშეწყობილად შრომობდნენ. ჯაბა ოსტატი კარშივე მოეგება მეფეს, ახალნახელავი თოფი მოართვა. ჩვენი გველტუჩაც ნახეთ მეფეო ბატონო. ჯაბა, კარგი რამე ჩანს, მაგრამ ულვაშ ქოჩორი რომ შეგვარჩინოს, ბევრი გვჭირდება და არა თითო ოროლა. გარდა ამისა ხომიცი კიდევ რა? ზარბაზანი ყრუდ დაემოწმა ჯაბა. თავი ასწია, თვალებში შეხედა მეფეს. ბატონო ჩემო, მე პირნათლად ვარ მეფესთან. მრავალგზის მომიხსენებია, კიდევ ვედავდა, ნუ კი მიწყენ. ლითონი, ბევრი ლითონია საჭირო. სპილენძი მომეცით.
გრემზარი გამიკეთებია, გრემ ზარბაზანსაც ჩამოვასხავ. ჩოხოვის ხელობას აქაც ვასახელებ. პურს ნუ მომცემთ და სპილენძი მომეცით. ახალ ჩამოსხმული ზამბულაკი გულდასმით შეამოწმა მეფემ. მერმე ზედვე დაიმუხლა. გვერდში ჯაბა მოისვა. უმალ ყველა გაეცალა. იცოდნენ არაერთ გზის მოსულა აქ და მარტონი. მეფე და ოსტატი ერთად ოცნებობდნენ დიდ გრემ ზარბაზანზე, რომელიც ალექსანდრეს კოშკში გრემის დიდ ზარს ძმად ამოუდგებოდა. რიხსა და ბანს მისცემდა, ყუმბარის წონით დაძლევდა ალაზნის სასწორს, მაგრამ ოცნება ცუდი ლითონი იყო. ისევ რუსეთისაკენ იხედებოდა კახთბატონი და ზოსიმეს მეზარბაზნეთა, ზარბაზანთა და ლითონის თხოვნის სიგელებს აწერილებდა. თავადაც სპისა და იარაღის ნიადაგ სამზადისში იყო და მოვლენეთაგან ვითარებას ხიზლად შეჰყურებდა. ვიდრე განჯას ირანის სპა იდგა, აგრერიგად ჯიქურობას ვერ დაიწყებდნენ თურქნი. ყოველ შემთხვევისათვის განჯას ააფრინა შათირი, მაგრამ ვიდრე პასუხი მოუვიდოდა, ხოსროვ ჩაუში მოადგა კარზე. მასვე ახლდა გორჯასპი. ერეკლეს გადაყროდნენ გზაშივე. ბატონიშვილს მოეყვანა სასახლეში. მაშინვე წვევა ითხოვა თურქმა. გზად ყოფნა და სწრაფმავლობა იმიზეზა. ენდრონიკაშვილმა იდუმლად გაგებული ამბებიც აუწყა კახთბატონს. თურქნიც თერგზე ციხის ჩასადგმელად მიდიოდნენ საშამხლოს. ალექსანდრემ მიღებაზე როდიონ ბირკინიც დაისწრო. ხოსროვ ჩაუში ხმლისკაცი იყო. სასახლის კარის გარიგებანი არც იცოდა, არც ეხერხებოდა. სიტყვა უტიფარის საყვედურით დაიწყო. ცეცხლად მოსდებოდა იორზე შეფერხება. თურქთა სულთანისა და არზრუმელ ფარხად ფაშის სახელით გზას მოითხოვდა კახეთზე შირვანდარუბანში გასასვლელად. სურსათმარაგიც მოინდომა. ყიჩად და ავყიად ეჭირა თავი და პირი. კახთბატონმა მოითმინა. მეთ უფრო რომ იგრძნო. სამძევლოდ არ იყვნენ მოსული თურქნი. უსაქციელობა უგნურობაში ჩაუთვალა ჩაუშს. გზაზე კი უარი უთხრა. რუსთ მფარველობა და თურქთან ზავად ყოფნა აღნიშნა. შირვანდარუბანდისაკენ სხვა უფრო იოლი გზა ურჩია. სხვა გზა არა გვაქვს. ვიდრე განჯა ისევ არ აგვიღია, წამოწდა ჩაუშს. კახთბატონმა იგრძნო, რომ სტამბოლის ფირმანი ხელში არ აქვს ჩაუშს და ხელად გადაუწურა წყალი. შეახსენა გათავხედებულ თურქს, რომ არც კახეთია ისე აღებული, რომ საკუთარ ზურგში ჩასაცემი დანა ტერს თავად აულესოს. ჩაუშმა სიბრაზისგან სულ დაკარგა თავი. თურქნი ასე იქცევიან, სადაც არ აძლევენ გზას, იქ გზად აქცევენ ყველაფერს. სტამბოლას რუმი ახლოსაა. მოსკოვიკისი შორითა და სიბლაგვით ხელსა და ზურგს ვერ მოგიტბობთ. თუ თავის ნათქვამა ჩაუშს ხელისა და ზურგის მოთბობის გარდა კიდევ რამე მოეხსენება, უნდა იცოდეს, თერგზე უკვე ჩადგმული რუსთა ციხე აზრუმზე უფრო ახლოს არის. ხოლო ხალხი ბევრზე ბევრი და გმირზე გმირი. ქრისტიანი დიდი მეფე ჩვენ არ დაგვაგდებს მარტო.
კახთბატონი იქნებ როდიონ ბირკინისთვის უფრო მეტყველებდა ვიდრე თურქ ჩაუშისთვის. ხოსროვ ჩაუში კი უხეშ მუქარაზე გადავიდა. ღორის ჭამია გიაურებს, ყურის მოჭრას შეპირდა ალაზანზეც და თერგზეც. დარბაზში ახშფოთების მითქმა მოთქმა და ჩოჩქოლი შეიქმნა. თუ სტუმარი უტიფრობს, პატივისცემას კარგავს, ძლივ შეიკავა თავი კახთბატონმა და ჩაუში დარბაზიდან დაითხოვა. ცრუობით გაბერილამ დათვის იმედი ტყუილა დაგაქვს, გურჯო. რუსთ ელჩის ასეთი შეურაცხყოფა აღარ მოითმინა კახთბატონმა, დააპატიმრებინა თურქი და ხელგაკოჭილი რუსთ პირველ ელჩს ფერხთით დაუგდო. თქვენი სიტყვა და ჩაუშის თავი. მაგრამ ბირკინმა წინდა ხედულება გამოიჩინა. კახთბატონისა და დიდებულთ რისხვას გადაარჩინა თურქი. ალექსანდრე მეფემ პატივაყრილი ხოსროვ ჩაუშის სარანგთ ჩააბარა და იორს გაღმა გაასმევინა. ძეგამს კი სხვა ამბავი ტრიალებდა. ამხანად თების შემოვლით დარუბანდ შირვანის გზით ერთი მაცნე მოუვიდა ანდია მურზას. მამა შამხალი ელჩობის დაშედეგებას აჩქარებდა. საიდუმლოდ ატყობინებდა, რომ თერგის ციხის შენება უკვე დაემთავრებინათ რუსებს, კოშკზე ზარბაზნები აეტანათ და მოყვრების გარდა სურხაის შამხალი ახლა რუსეთის წინაშე შუამდგომლობასა და შუამავლობას შესთხოვდა კახთბატონს. ელიმ შამხალმა უმალწვრილად აცნობა ალექსანდრეს მთის ახალი დრეკა. შამხლის მამაც და კახთბატონმაც კარგად იცოდნენ, რომ ეს ახალი პირფერობაა და ახალი ფანდი იყო. რუსთ ზარბაზანი ჯერ არ კი ისვრის და ასე ქუხს, რომ გავარდება რაღა იქნება, აშოშმინებდა ალექსანდრე თურქებთან ურთიერთობის გაუარესებით შეფიქრიანებულ დიდებულს. მარტონი აღარა ვართ. ჩვენი დღეც დგება. ასეთი ნუგეში და შეძახება მართლაც რომ საჭირო იყო. რადგანაც ყველამ კარგად იცოდა, რომ თურქნი აგრე რიგად არ შეჭამდნენ ხოსროვ ჩაუშის გაწბილებას და დარუბანდ დაღესტნის გზის უქონდობას. იორზე მთელი ზამთარი იდგა. კახთა სპა რჩეული, მაგრამ მტერი არსად ჩანდა. ანდია მურზას მოციქულობას კი ალექსანდრემ არ დააყენა საშველი. ამასობაში კახეთის ველზე გაზაფხული მერცხალივით ფრთამარდად და მხიარული ჭიკჭიკით შებოფრინდა. ხან ალაზნის ვერცხლს მკერდი გააკრა, ძირი მოუთმო, ხან მაღლა გადიკამარა, თასსაც მისწვდა. ზვავებად და ნამქერებად ჩაგრიალი ჩამოიტანა. მთის გზები ხომ სულ დაახშო და შეკრა. ტყეჭალებს შეფეთქილი კვირტების მწვანე ცეცხლი გაუკიდა. უხრებში კვამლი ამოლია. ნაყანევებში და ახოებში გადაიტანა. თურქნი არ ჩანდნენ. ალექსანდრე მაინც არ შლიდა ივრის სანგარს. ხალხს უნაცვლებდა მხოლოდ. მორიგეობით გზავნიდა სადროშოთ. ხან ერთ ეპისკოპოს ერტყა ხმალი და ხან მეორეს. ხან ცხენსახული წინა მხარის ალამი იდგა იორზე, ხან ათათულ ლომისა გარეკახური. გაღმა მხრელთ რქადაგრეხილი ვერ ძიესხათ ნიშნად, ხოლო ჰერელქის იყელთ კამეჩის რქება მოზრდილი ფარი და შუბი. მაგრამ მთაში ზვავები როგორც კი ჩამოთავდა, ნაზამთრალმა და დამშეულმა ლეკებმა იწყეს წვრილ-წვრილი თარეში. კახთბატონმა ახლა ეს მოიმიზეზა და
ანდია მურზას უსიამო სიტყვა შეუთვალა. ჩანს, თქვენ სიტყვას არა დაეჯერება რა. ვით ვაშკაცობად ვერ ჩაითვლება ღამ-ღამე ქურდობა ცაცობა. სამოყრო თაფლი და კეთილმეზობლური შაქარლამა ბევრი მახმიეთ სიტყვით, ხოლო საქმეს სხვა კუდი და წიხლი უჩანს. ან უღარას მეტყვით და მithვლით, ან ფიცით და მიდასტურეთ ყოველი თქვენი ნათქვამის სიმართლის ძირი და ძალა. ყაფლანმა მეფის ნათქვამის სიტყვა სიტყვით გადასცა თიელს. ამის გამგონე ანდია მურზა ნაწყენი კი არა პირიქით ნამები დარჩა. ფიცის შარიათზე. დანარჩენს კი ჩუმად ფიქრობდა. ოღონდაც, თუ კი ასეთი რამ დასარწმუნებლად კმარა. რაბე თუ ძველ და ჭეშმარიტ მაჰმადიან თუ თქვამთ, დაიფიცე უკეთ თუ ეს მაჰმადის რჯულსა და საქმეს გამოადგება. ალექსანდრემ კი თავისი ვარაუდი და ძალა დროს შეუფარდა, ზუსტად ჩაიანგარიშა. წელს საფხულს განჯაკახეთის საზღვარზე ირან-თურქეთი კვლავ შეიბმის. შამხალ დაღესტანიც ამ დროს ელის. თის ომი ჩემთვის გარდუვალია. მაშინ ადრე მირჩევია კრაზანებთან საქმის მოთავება. ზეგან ბაზარის განაპირას, მაჰმადიანთა უბანში, მათი სამლოცველო ჯამე იდგა. სწორედ აქ შეგროვდნენ საღამოს ნიზამის ჟამს კახტიდებულნი და რუს ელჩნი ერთი მხრივ, ხოლო ანდია მურზა, ელიმ შამხალი, თიელთ ამალის წევრნი მეორე მხრივ. ბოლოს კახტბატონიც მობრძანდა. თვალზე ლიბრ გადაკრულ მოხუც მოლას შუა ჯამეში უკვე ნამაზი დაეწყო და ისე მოუჩქარებლად რხევითა და სასწოებით განაგრძობდა ლოცვას, თითქოს მის ჯამში ყოველდღე ასეთი საოცარი მლოცველნი მოდენილიყვნენ. კახტბატონი დაელოდა მოხუცის ლოცვის დასასრულს. მერმე იხმო და მთიელთათვის ფიცისდების ნება და მაჰმადიან სრული წესისამებრ აღსრულება თავმდაბლად განოსთხოვა. შამხლის ვაჟი და ელჩი თავისი და მამის სახელით შარიათის წესით ყურანზე ფიცას დებდა. ჩვენი ნათქვამი სწორია, ჩვენი ნამოქმედარი უღალატოა. შერიგებისა და დამოყრების, შუამავლობისა და კეთილმოზობლობის სურვილი გულწრფელი და ამ წმინდა ყურანებით მართალი. სამგზის იმეორებდა ანდია მურზა. ცალი ხელი ყურანზე ედო, მეორე კი მაღლა აღეპყრო, თითქოს ზეციდან თავისი ფიცის ურყევობაში ყველა რჯულის ღმერთს იმოწმებდა. ვალაი, ბილაი, თალაი, გაიძახოდა თვალებ ლიბრიანი მოლა. ვალაი, ბილაი, თალაი, სამგზის იმეორებდა ანდრია და მისიანნი. დამსწრენი გაფაციცებით უმზერდნენ ამ თავისებურ სანახაობას და ალბათ გარდა თვალ ლიბრიან მოლასი არ ვისჯეროდა ფიცის გულწრფელობისა. ფიცის ჩათავებისას კახტბატონმა შამხლის მიერ გაგზავნილი სასტამბოლო სიგელი წასაკითხად გადასცა მოლას. საკითხვა მლეკები დააბნია და აღელვა, ხოლო რუსნი და განსაკუთრებით მოხუცი მოლა აღაშფოთა კიდევაც. ყალბია, მამა ჩემი არ არის ამის დამწერი, ხმა აღიმაღლა თავზარდა ცემულმა ანდრიამ. ყალბია, მერთმა ინებოს. იქნებ მე შემიყვანეს შეცდომაში, თავისიანებს მოხედა ალექსანდრე. იქნებ, ვფიცავ, წათამამდა ანდრია. ალექსანდრე ოდნავ ჩაეღიმა. კიდევ ფიცი?
დიდი ფასი აქვს, მაგრამ მოხუცი მოლა დავღალეთ, ალბათ აღარ გვეყაბულება. მაგრამ როდესაც მოლამ მაინც იყაბულა და ყურანი მაღლა აღმართა, ალექსანდრე მანიშნა ჯანდიერს. შემოიყვანეთ. უმალ ჯამეს ღია კარში ყავარჯნებზე დაყრდნობილი ასლან მურზა გამოჩნდა. ახლა სულ ელდაეცათ შამხლის ელჩებს. ჯერ ეს დააფიცეთ, ასლან მურზაზე ხელ უკუღმა ჩვენა მეფემ. ვალაი, ბილაი, თალაი, დავარდნილი ხმით გაიმეორა ასლან მურზამ. ეს წიგნი მეთავად სურხაი შამხალმა ჩამაბარა. არ ზრუნს ან პირდაპირ სტამბოლს გასატანად. ევალა, ხელიც შემეშალა და ფეხიც. წაიფორხილა მისუსტებულმა ასლანმა და ჯამეს ღურბლზე მიიკეცა. ხომ არაფერს შეეკითხებით, ცრუმა ფიცარნო? დამსწრეთ თვალი მოვალ ალექსანდრემ. ყველას დუმდა. მაშნათელია. გაიყვანეთ, ხელი უყო ამალას. და აღარც ჩვენა გვაქვს საქმე. კარში რომ გადიოდნენ, ჯამედან თვალლიბრიანის საშინელი წყევლა ყრულვა ისმოდა ანდიასა და ყველა შამხლელის მიმართ. მეორე დღესვე დაითხოვა ანდია მურზა ალექსანდრე მეფემ. არც იწვია. ყაფლანის პირით შეუთვალა. სამგზის ვერაგნი და ცრუმა ფიცარნი არც მძევლებად მიღირს, არც მოყურებად მწამს. თქვენ ფიცზე მტკიცე, რუსთ ციხეა თერგზე ჩადგმული. ხოლო მთიელთა წასვლის წინაღამ სრულფარულად კვლავ ელიმ შამხალი ინახულა. ახლა საქმე მოსწრებაზეა. ძმას კარგად ვიცნობ. სურხაი შამხალი უეჭველად ჩვენზე მოვა. ლაშქარს ეახელ. მაცნობეს სად იქნება. ხელში ჩაგვიგდე. ბრძოლიდან დიდ შამხლად დაბრუნდები და უმალ ქორწილი. დაღესტან კახეთის საუკუნო მშვიდობა. რუსთ მეფესთან შუამდგომლობას ვკისრულობ. თადაბარი თუ ერთად მოვაყენეთ, თავად იცი რა ძალა და ფასი გვექნება ჩვენა. ჩრდილოეთით თუ სამხრეთით. ყველაფერში შეთანხმდნენ. ელიმ შამხალი ღამის წუდიადმა შთანთქა. ამის შემდგომ გახშირდა პირახვეული შიკრიკობა. თიდან სურხაი შამხალი თელ დაღესტან სამხედრებს კახთა წინააღმდეგ. სურხაი შამხალი კვლავ თურქთა უთვლის შველასა და კახეთის ლაშქრას. სურხაი შამხალს ჩემი სალიჰაით ისევ თავის კოშკში ყავს ტარკას. თერგის შესართავთან რუს ციხეს ზღვით მოსდის სპადასარჩო. თერგს გაღმა ხარს უკვე პატრონობს თავად. ალექსანდრე მეფემ ერეკლე ბატონიშვილსა და შერმაზან სარდალს ჩააბარა დაღესტნის საქმე. ეგმა დაუსახა, ლაშქარ გამოსაყვანი სადროშონი განუკუთნა. ჭაბუკურ ძალით ჩაება ერეკლე მთის ბრძოლის სამზადისში. გულპიცხობდა კიდევას. იწვოდა, მოუთმენლობას ამჟღავნებდა. დინჯად, ბატონიშვილო, აშოშმინებდა მას შერმაზან. ბრძოლის მოგება პატარძლის მოპოვება ნუ გონია. უფრო ძნელი საქმეა. მით უფრო სურხაი შამხლის წინააღმდეგ. ისიც სრულიად დაღესტნის სპასთან ბრძოლა. მთის ომების გამოცდილი სარდალი
ულვაშებში ჩაიღიმებდა. შეატყობდა, ერეკლეს წითელი ლანძვი გადაურბენდა ხაწვებზე. ორივემ კარგად იცოდა, რომ ამჯერად, გარდა საერთო საქმისა, მთის ბრძოლის მოგება ერეკლესათვის სწორედ მთის პატარძლის მოპოვებასაც უდრიდა. პირშებურული შიკრიკები მთიდან უფრო გახშირდნენ. მთის გზები გაიხსნა ყველგან, დაღესტნის სპა უკვე გროვდება, ასეთი მრავალი ლაშქარი ჯერ არ შეყრილა მთაში. შეკდარუბანდის ფაშებმაც შეჰკრეს პირი და ძალა, თავარი დაკვრა ჯერ ძეგამზე იქნება. სტამბოლიდან ტარკას ამოაღწია ფარულმა ჩაუშმა. თურქნი იმედს იძლევიან, მალე არზრუმელი ფარხად ფაშა განჯაზე დაიძვრის. ამჯერად სალიჰაზე აღარაფერს იტყობინებოდა ელიმ შამხალი. ეს დუმილი გულში ლახრად ხვდებოდა ჭაბუკ ტრფიალს. ალექსანდრე კი განჯაზე ფარხად ფაშას ლაშქრობამ ფრიად ჩააფიქრა. ხელად თავის მხრივ აფრინა შათირი იასონ ჭავჭავაძესთან. ავალებდა შაჰაბასის გაფრთხილებას თავისი და რუსთელჩების სახელით თერგზე ციხის ჩადგმასაც ატყობინებდა და თურქთათვის ყირიმ მანიჩ დარუბანდის გზის დახშობას ულოცავდა. ესეც იცოდა კახთ ბატონმა, თუ როგორი დაშაქრული ტყემლის გემო ჰქონდა ამ მილოცვა შაჰაბასისთვის. ალექსანდრემ უკვე წვრილად იცოდა ელჩმძევლის მგზავრობის გარემოებანი. იასონმა აცნობა კონსტანტინე მირზას დიდებული მიღება, შაჰაბასის მიერ მისი წყალობით ავსება, ირანის შიდა მდგომარეობის გარდა ამასაც წერდა იასონი. შაჰაბას საიდუმლოდ თავისი დიდი ხანებისათვის უთქვამს, რუსეთი ოსმალთ წინააღმდეგ დიდებული მეგობარიაო. ესეც დაუძენია, საერთოდ ასეთი მეგობარი ალლაჰმა მოგცეს, ალლაჰმავე გაშოროსო. ზაფხულის დასაწყისში კიდევ მოიჭრა მთის ფარული შიკრიკი. გზიდან ეფრინა ელიმ შამხალს. დაღესტანი, კაცი ქუდზე, კახეთის გზაბილიკებზეა დამდგარი. სამი გზით მოვალთ. დარუბანდ სამურშექის მხრივ მოსულნი ძეგამს აღმოსავლეთით მოესევიან, ჩვენ კავკასიის გადმოვლით წილბან ფიფინეთის მთით და გზით ძეგამს ჩრდილო-დასავლეთით მოვევლინებით. აქ ვიქნებით მეც და სურხაის შამხალიც. დიდი გუნდი ავარ ყოის სუყადორით კახთა ლაშქრის დასაბანდებლად გრემზე გაიტანს თარეშს. მაგრამ მთავარი წილბან ფიფინეთის გეზი და ლაშქარია. სურხაის შამხალს ჩათით ბრბული ზეიდალი აცვია აბჯრად. მუზარაძე ახალი მთვარე ახატია. ზედჯერ შეიხის ჩალმა ახვევია. ქურანზეზის. მე ჯაბალამაცვია. ეკლებიანი, ჟანგისფერი. მუზარადად ახალი ზუჩი მახურავს. შუბლ როკიანი. ცხენი თეთრონი ვირჩიე. ჩემზე თითქოს აღარ ეჭვობს. სალიჰა კი ისევ თავის ოჯახში ყავს. ახლა კი ალექსანდრე მეფემ პირადად უთავა ლაშქარს. შერმაზან ჩოლოყაშვილს მარჯვენა ფრთა მისცა. ძეგამს გადუფარა აღმოსავლეთით. მასვე გააყოლა ბოდბელი დროშიონი თურთ და დავით ბატონიშვილი გრების საფრად. ანდერმან ვახვახიშვილი წარგზავნა სტეფანოს ნეკრესელის დროშიონ სარდლობით. თავად კი ფიფინე წილბანის თავზე თის ბილიკების შეკრა, მაგრამ ისე, რომ თვით ბილიკების სრულიად უეჭვოდა თავისუფალი დასტოვა. ყოველი ჩასაფრებანი და ადგილგადანაცვლებანი ღამღამობით
ფარვითა და ხერგით გაასრულა. ალბათ მზვერავები ჩამოვლენ მთიდან. სურხაის შამხალი პირველ მოსვლაზე დიდი მელაკუდაა, მერმე გამგელდება ხოლმე. ერეკლე ბატონიშვილი დაარიგა. უბრალო მებრძოლის სამოსი ჩააცმევინა და მცირე ჯგუფის თანხლებით ზედ გადასავალზე აგზავნა. შუადღისას ერეკლემ ჩამოიტანა ცნობა. მოხუცი დედაკაცი და ჭაბუკი გადამოსულიყვნენ მთაზე. ერეკლე გარიდებოდა, წყემსი მიეგზავნა. ასლან მურზას უფროს ცოლობას ამბობს მოხუცი. ხურჯინები დიდი სახსარი მოაქვს. ასლანის ტყვეს საფასური. ჩვენთან მოდის გამოსასყიდლად. ამ გარემოებამ ჩააფიქრა ალექსანდრე. დიდი სახსარი გულისხმობდა, რომ მართლაც სწადდათ ასლან მურზას გამოსყიდვა, მაგრამ ახლა დიდი ომისა და რბევის მოლოდინში მთიელნი არ დაიწყებდნენ ასე ფუჭად დიდი სახსრის გაღებას. ალბათ მზვერავები თუ არიან, დაასკვნა ალექსანდრე. ნუ თუ სურხაის შამხალმა ახლა ქალებით იწყოს ვერვა. ჯანდიერი იხმო. წვრილად დაარიგა იგი და ერეკლე. შენ, შვილო, ახლა ძეგამს წახვალ. ჩემს თანამოსაყდრეობას გასწევ. მე გრემში ვარ. არა, უფრო შორს, თელავში. თითქოს თურქნი მოდიან. გესმის ჯანდიერო, იმ დედაკაცის ვინაობა შემიმოწმე. ერეკლეს მიგვრი ძეგამს. ასლან მურზა კაცად და მებრძოლად მაინც აღარ ვარგა. დიდ სახსარს თუ გამოიღებენ, განსაჯეთ და გააყოლეთ. აქეთ-იქით გზა ბილიკებზე თვალი არ აუხვიოთ, მაგრამ სულ ბრმა დატარეთ. არც ერთი მხედარი, არც ერთი კვალი ჯანდიერო, შენიცი. ჩემზე იყოს ბატონო. და ჯანდიერმა ოსტატურად გაათამაშა საქმე. მთიელ დედაკაცსა და ჭაბუკს გზაში არც ერთი მხედარი არ შეხვედრიათ. გზის პირებში ცხვარნახირი სწოვდა. გლეხები საყანეებს ხნავდნენ. ძეგამს მისვლისას ერეკლე ბატონიშვილის სასახლეში დაახვდათ. ლაღად მოალხენილი და სანადიროდ გამზადებული ჩანდა. ჯანდიერმა მეხსიერება მოიჩიჩქნა. ზაზა და ბედად ძეგამს მყოფი მამუკა მოიწვია. შორიდან დაანახა ასლან მურზას უფროსი ცოლი. მამაშვილმა ერთხმად უარყო. ცრუ ცოლის აკანში მიგვარეს ასლანს. შეიფერა ერთმაცსა და მეორემაც. სახსარი კი მართლაც ბლომად ჩამოეტანა დედაკაცს. ასლანმა სარჩელი ითხოვა მეფისგან. ალექსანდრე თელავს აღმოჩნდა. ერეკლე ბატონიშვილმა დანიშნა სამსჯავრო. მოსამართლედ ყაფლან ვაჩნაძე დასვა. მომჩივნებად მამუკა და ზაზა, საბა ბოდბელი, მდივნად თარსა სომხიშვილი, ფარველ მოპაექრეთ ყურში და ჩერქეზი. თავად ერეკლეც დაესწრო სამსჯავროს. ასლან მურზას ცრუ ცოლმა დაუსწრებლობა ირჩია. საერთოდ იგი ძეგამში ჩამოსვლის შემდგომ ჩადრში გაეხვია და გარდა ვითომდა ქმრისა არ ვისეჩვენებოდა. ციხესა და ჭრილობას ფრიად მოეტეხა ასლანი. სადღა იყო მიმინოსის სწრაფის თვალნაკვერცხლიანი ბელადი. ძლივს გაიდგა ყავარჯნებზე, ვიდრე ყაფლანმა დაჯდომის უფლება არ მისცა. ზედ დააჯდა
სახსარ სავსე ხურჯინს და უეცრად ცხენდავარდნილ და შავებულ ჩალვადარს და ემსგავსა. სამართალი მოკლე იყო. დიდი საბუთიანობა არ იყო საჭირო. ჯერ სიკვდილი მიესაჯა კახეთისა და ქართლის არაერთ გზის ვერ აგმარბიელს. ახლა რბევის და ზარალის საფასური ითხოვეს მომჩივრებმა. ძარცულ ეკლესიათა ერთა და ბერთა სახელით საბა ბოდბელი აღაღადდა. ყურშიტა შეეთათბირა ბრალდებულს და მან უხვად დააბრუნა თვალი პატიოსანი და ნაძარცვი ჯვარ ოქრო. ძარცულ ვაჭართა სახელით სარჩელი თარცა სომხიშვილმა ითხოვა და სასწოვდაგრო წილი გრემისა და ძეგან ბაზრის ფსონის სალაროში წაიღო. ხალვათდებოდა ხურჯინი. უფრო დაბლა იწევდა ზედმჯდარი ლეკი. რბეულ სოფელთა წილი ძეგამის მოურავმა მიიღო მეფის სალაროში შესატანად. კახტყვეთა გამოსასყიდად და ბოლოს მამუკამ და ზაზამ ითხოვეს თავისი შრომისა და ტყვეობის სახსარზარალი. მათაც რომ მიიღეს თავისი, ასლან მურზა ლამის იატაკზე დაჯდა. ხურჯინში თითქმის აღარაფერი იყო. ახლა ყურშიტამ ასლან მურზას სახელით სიცოცხლე და ტყვეობიდან დახსნა ითხოვა. ისიც ისაბუთა, რომ ასლან მურზას როქის სპაში საქართველოს მხრიდანაც მოუქნევია ხმალხანჯალი. სამსჯავრომ სისხლისა, ძარცვისა და ტყვეობის საფასური განაღდებულად ჩათვალა, მაგრამ სიცოცხლის შენარჩუნება დასაშვებად მიიჩნია მხოლოდ სამი პირობის აღსრულების შემდგომ. მარჯვენა მკლავის დასხეპვა, რათა ცოცხლად დაგდებულმა ხმალი ვეღარ მოიქნიოს. ვერასოდეს. ფიცის დება რჯულის მიხედვით კახთა და საერთოდ გურჯთა წინააღმდეგ უბრძოლველობისა და უბნებლობის წინდად, ხოლო სათემოს სიკვდილის ნიშნად ცალი ულვაშის მოპარსვა. არჩევანი ასლან მურზაზე მიდგა. დაიღმულა ვაშკაცმა, მაგრამ სიცოცხლე და ცალ ულვაშიანობა ირჩია. განაჩენი დაიწერა და ერეკლემ აქვე მამის სახელით დაამტკიცა და შესრულებას დაუყოვნებლივ ბრძანა. ყველაფერი უმალ ჩათავდა. დოსტაქარმა ნიდაყბზევით არტახი გადუჭირა მის ჯილს და სახსრის ძარღვი დაუსხება. ზედაბლაბუდა და იარის მალამო დაადო. სისხლის დენა მოუწყვიტა და მჭიდროდ შეუხვია. ხმარა მოუღია ასლანს. ახლა დაალაქმა გააცალა ცალი ულვაში. ახლა კი ყრუგმინვა და კბილების ხრჭიალი გაიყოლა პატრონმა. ისევ ძეგამ ბაზრელი თვალლიბრიანი მოლა იწვიეს ყურანი თურთ. ახლა სულ დავარდნილი ხმით ჩიფჩიფებდა საფიცარს ცალულვაშა. ისევ ყურშიტა ჩერქეზმა მსჯავრმოხდილის სახელით ერთი ცხენის შეძენის უფლება დახმარება ითხოვა. ცხენი ჩემზე იყოს. ერეკლე ბატონიშვილმა ახლა მესტუმრეს გადააბარა ნატყვევარი. ხელფეხ დაკლებული მტერი უკვე სტუმარია. ასე მსმენია მამათაგან. უმასპინძლეთ და მთაში გაისტუმრეთ, როდესაც ინებოს და შეძლოს. დღესვე ძლივს აღმოხდა საბოლოოდ გატეხილსა და განადგურებულ ნაბელადარს. ჯანდიერმა განაგრძო თავის საქმის თამაში. თაზე გადავლილ ასლან მურზასა და მის თანამგზავრთ არც ერთი მხედარი ან საეჭვო რამ არ სადუნახავთ. პირიქით, მთაში ცხვარი ნაადრევად მიდიოდა, ხოლო როგორც ძეგამს, ასე ვთქვათ, ნამდვილად გამოარკვიეს, ალექსანდრე მეფე თელავს იყო თურქთა წინააღმდეგ წასული. დიდი ლოდინი აღარ დაჭირებიათ კახთა. მეორე ღამითვე
მთიელთა ერთი გუნდი ფარულად გადმოსცდა წილბანის ზეკარს. თავისი იქ ყოფნა არ გაუმჟღავნებიათ კახთა. გათენებისას მეორე, უფრო დიდი გუნდი გადმოვიდა და ხეობაში ჩაიმალა. ალექსანდრე ითვლიდა და არ იძლოდა, ხოლო უკვე დღისი დამზისით მესამე, თავარი და უკვე გათამამებული გუნდი გადმოსცდა მთას და პირდაპირ ჯიქურად ჩამოჰყვა ხეობას. წინ ორი სარდალი მოუწყოდა ლაშქარს. ერთს ქურანზე მჯდომს მუზარაძე ჩალმა ეხვია, ჩათით ბრული სეიდალი შორიდანვე უბრწყინავდა. მეორეს კი ჟანგისფერი ჯაბალა ეცვა და თეთრონს დარდიმანდულად მოათამაშებდა. ჩამოვიდა სოხაი შამხალ. ახლა კი დროა. გრძელჭიანურად წარმოსთქვა ალექსანდრემ. თითქოს კიდევ ითრევდა ფეხსა და ენას. სარდლები იხმო. აი ჩალმოსანი, ცხენ ქურანა, ცოცხლივ დამიჭირეთ. თეთრ ცხენოსანს კი ნუ შეაფერხებთ. უკანა გზა უტიეთ ყველგან. ჯილდო მეფური და ნარჩენთ კი მუსრი უმოწყალო. მეფე საბრძოლო ცხენზე შეждდა. მედგრად იყო, მაგრამ ის გულში კი მაინც ქანაობდა ალაზნის სასწორი.